რატომ ვერ ხდები მომგებიანი ტრეიდერი და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გახდე მომგებიანი ტრეიდერი? მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ ყველა იმ შეცდომას, რაც დამწყები ტრეიდერები უშვებენ და სხვადასხვა არა მარტო დამწყები ტრეიდერებიც და გეტყვით იმას, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს შეცდომები აღარ დაუშვათ, რაც იზრუნებს იმაზე, რომ გახდეთ მომგებიანი ტრეიდერები. მოდი დავიწყოთ მეგობრებო და საიდან მოდის ის შეცდომები, რომელზეც მე ამ ვიდეოში ვისაუბრებ. ეს შეცდომები მოდის ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან, რომელიც იწყება 2018 წლიდან და მოდის იმ ადამიანებისგან, ვინებიც მწერენ მე და მესაუბრებიან კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც აქვთ მათ. ამ ყველა პრობლემას აუცილებლად განვიხილავთ ამ ვიდეოში მეგობრებო და გეტყვით იმას, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ ამ შეცდომებიდან, ეს შეცდომები გახადოთ პირიქით თქვენი ძლიერი მხარე, იმიტომ რომ სხვანაირად თქვენ ვერ გახდებით მომგებიანი ტრეიდერები და სხვანაირად თქვენ ვერ გააკეთებთ ფურს ბაზრებზე, იმიტომ რომ რაც სოციალურ მედიაში გეუბნებიან, რომ გახდი 6 თვეში მომგებიანი ტრეიდერი, 1 წელიწადში მომგებიანი ტრეიდერი და ასეთი რაღაცები, დამიჯერეთ რომ ეს არის სისულელი. თუ არ გჯერათ, კი ბატონო, გამოცადეთ და შემდეგ უკვე თქვენი საფულე, თქვენი order book-ით, თქვენი დღიური და ასე შემდეგ, თქვენ თვითონვე გაგცემთ პასუხს. შესაძლებელი არის თუ არა ტრეიდინგის ერთ დღეში სწავლა, არ მჯერა, შესაძლებელი არის თუ არა 6 თვეში, არც ეგ არ მჯერა, ანუ შენ შეგიძლია ჩვეულებრივ სწავლო თეორია. მე შემიძლია ერთ დღეში აგიხსნა თუ როგორ შევდივარ, როგორ გამოვდივარ, სად ვიღებ მოგებას და ასე შემდეგ. მაგრამ ის რომ გახდე მომგებიანი ტრეიდერი, ეს არის სულ სხვა რამე. და ვინმე თუ გეუბნება, რომ შენ შეგიძლია გახდე 6 თვეში ან 1 წელიწადში მომგებიანი ტრეიდერი, შეიძლება მილიონში ერთი გამოვიდეს. ეგეთი თან მაგის შანსიც ძალიან დაბალი არის. უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ შენ ლოტო მოიგო, ვიდრე გახდე მომგებიანი ტრეიდერი 6 თვეში. მაგრამ თუ ვინმეს ჯერა არ არის პრობლემა, ეცადეთ, არ გამოგივათ, თქვენ თვითონვე მიხვდებით, რომ სხვანაირად უნდა მიუდგეთ და თუ გამოგივათ კიდევაც, ძალიან გამიხარდება და გისურვებთ ბევრ წარმატებას. მაგრამ მოდი ვისაუბროთ იმ შეცდომებზე, რა შეცდომებიც მე გამოვიარე, რაც დამეხმარა იმაში, რომ გამხდარიყავი მომგებიანი ტრეიდერი და ვისაუბროთ იმ შეცდომებზეც, რომლებსაც ესე ვთქვათ, მწერენ ძალიან ხშირად, ის იქნება Discord-ზე, Instagram-ზე თუ WhatsApp-ზე. და მეუბნებიან, რომ დავით, აი მაქვს ეს პრობლემა და როგორ გადავჭრა, თან აი ვერ ვაკეთებ ფულს და ხშირ შემთხვევაში რომ მეუბნები, კაი ვერ აკეთებ ფულს, რო ვეკითხებიან სანამ დავიწყებ სტრატეგიაზე, დღიურზე და ასე შემდეგ, ანუ სტანდარტულ კითხვებზე, basic კითხვებზე, ვეკითხები, რომ რამდენი ხანია რაც ტრეიდინგში ხარ. აი 3-4 თვე და ეს ბოლო 3 კვირა უკვე სერიოზულად ვარ ტრეიდინგში. და ანუ შენ უკვე ელოდები, რომ შენ იყო მომგებიანი ტრეიდერი? აი წარმოიდგინე დავუკვირდეთ ახლა და ვიყოთ ცოტა ლოგიკურები, ხო? ანუ არ არის საჭირო რომ ვიყოთ ძალიან ჭკვიანები, ფილოსოფოსები და გვქონდეს რაღაც ძალიან დიდი განათლება. ხო, დავუკვირდეთ და უბრალოდ მივუდგეთ ძალიან basic-ად რა, ანუ ლოგიკურად მივუდგეთ, რომ თუ ტრეიდინგი არის ესეთი ადვილი skill, ესეთი ადვილი უნარი. რომ 1-2 თვეში შენ გინდა ან 1-2 კვირაში, 3 კვირა თუ ვაჭრობ უკვე სერიოზულად და შენ ელოდები რომ ფული გააკეთო და გახდე მილიონერი, ესეთი ადვილი რო ყოფილიყო, დღეს ყველა მაგას არ გააკეთებ და ანუ არ არის ხო ეგრე სწორი, ხშირად ვამბობდი და კიდევ ერთხელ გამევარდი მეგობრებო და ამას მე ყოველთვის ვიტყვი. შეუძლია თუ არა ყველას გახდეს ტრეიდერი, შეუძლია 100% მე ამის ღრმად მწამს, რომ ყველა შეუძლია გახდეს მომგებიანი ტრეიდერი. გახდება თუ არა ყველა, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ არ აქვს ყველას ის მონდომება, არ აქვს ყველას ის დისციპლინა, არ აქვს ყველას ის გამძლეობა, ჟილკა ჟარგონს გამოვიყენებ, რომ გახდეს მომგებიანი ტრეიდერი. ანუ შეუძლია თუ არა ყველა, შეუძლია, მაგრამ არის თუ არა ეს ყველასთვის არა, რა თქმა უნდა. რატო გამომივიდა მე არ გამომივიდა, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ჭკვიანი ან ძალიან დიდი განათლება მაქვს. არა, მე გამომივიდა უბრალოდ იმიტომ რომ მე ყველაფერი დავთმე, მე დავთმე მეგობრები, მე დავთმე გართობა, მე დავთმე ყოველ წელს დასასვენებლად წასვლა და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა შემიძლია გავაკეთო რაც მინდა. ყოველთვის ვამბობ, თუ რამის მიღწევა გინდა და ეს არის მეგობრებო მარტო ტრეიდინგში. ნახეთ, მე ჩემი თავი მესიათ არ მიმაჩნია, რომ ვინმეს мотиваცია მივცე, ვინმეს უთხრა, აი შენ აუცილებლად გამოგივან, გახდი ტრეიდერი დღეს და გააკეთე ხვალდაზე კვლა. ეგეთი ფანფლუენსერობა ჩემთვის არ არის მიუღებელი არის და მე თავი არც მიმაჩნია, რომ ეგეთი რაღაცა უნდა გავაკეთო. მაგრამ როცა ადამიანი ჩემთან მოდის და დახმარება ჭირდება, მე რა თქმა უნდა მთლიან ჩემ წოდნას გადმოვუხებ და დავუტებ, რათა
მას დავეხმარო რამეში, ხო? მაგრამ არ დავუბრუნოთ ისევ იგივე საკითხს, მეგობრებო. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყოდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გინდეს ტრეიდინგი იყოს, გინდეს სპორტი იყოს, გინდეს მაინდსეტი იყოს, გინდეს სწავლა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. რას? უბრალოდ შენ თავს უნდა უთხრე, რომ რისთვის ხარ მზად? ხარ თუ არა მზად, რომ გასწირო ის რაც არის საჭირო იმის რომ მიაღწიო იმას რის მიღწევაც გინდა. ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა იცხოვრო 3, 4, 5 წელი ისე როგორც არავის არ უნდა ცხოვრება და შემდეგ შეგიძლია უკვე იცხოვრო ისე როგორც არავის არ შეუძლია ცხოვრება. არის თუ არა იმის გარანტია რომ შენ 5 წლის შემდეგ იცხოვრებ ისე როგორც არავინ არ ცხოვრობს, რა თქმა უნდა არა. და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კრიპტოზე მეგობრებო და ტრეიდინგზე, ეს არის ყველაფერზე, ეს არის სპორტში. შეიძლება შენ ამ ძალიან ბევრს ვიცნობ, ვინც სპორტში ძალიან დიდი შესაძლებლობები ქონდათ და ანუ 5 წელი კი არა 10 წელიც ცხოვრდნენ ისე როგორც არავინ არ ცხოვრობდა ყოველდღიურად ადრე ადგომა სირბილი ვარჯიში შემდეგ მაგრამ 5-10 წლის მერე მაინც ვერაფერს ვერ მიაღწიეს ხო ანუ ამის რისკებიც არის და ეს რისკები უნდა გაითვალისწინოთ ყველამ ძალიან კარგად მაგრამ მე მჯერა რომ თუ შენ გააკეთებ ყველაფერს ისე როგორც უნდა გააკეთო თუ შენ ყავს კარგი მენტორი თუ იცი შენ როგორც უნდა მიუდგე ამ ყველაფერს თუ შენ დათმობს იმას, რაც არის საჭირო, რომ მიაღწევ იმას, რისი მიღწევაც გინდა, ჩემი აზრით შენ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. ეს დათმობები შეიძლება იყოს მეგობრებთან ყოველ კვირა, სადმე გასვლა, დალევა, გართობა და ასე შემდეგ. ანუ ჩემთვის ვიკენდები არ არსებობდა, არც ახლა არ არსებობს სხვათა შორის მეგობრებო, ვინც ინსტაგრამზე მომყვებით ძალიან კარგად ხედავთ, რომ მე ვიკენდზე სულ მუშაობ, სულ შრომობ და ეს მაინდსეტიც უნდა გქონდეთ, რომ აი ფული მქონდეს და ფეხზე გადავიდებ და აი სულ იქ ვიქნები ესპანეთში ან ბარსელონაში ან ესპანეთი ბარსელონა ერთ იგივეა, ესპანეთის ქალაქია. საბერძნეთში ვიქნები, მალდივებზე ვიქნები, ფეხზე გადავიდებ და აი ფული შემოდის რა. ზუსტად ეგრე რო ფიქრობ, ვერასდროს ვერ გახდები შენ წარმატებული და ფულს ვერაფერს ვერ გააკეთებ. ვერასდროს ვერ გააკეთებ ვერანაირ ვერც ბიზნესში და ვერც სპორტში და ვერაფერში საერთოდ. იმიტომ რომ შევხედოთ ძალიან დიდარ ადამიანებს, ხო? შევხედოთ ჯეფ ბეზოს, ელონ მასკ, შევხედოთ ტრამპს, თუნდაც შევხედოთ ფილ კნაის მაგალითად, ვინც Nike დაარსა თუ სიტყვა არასწორად ვიძახი მის სახელს, ძალიან უგამაკრიტიკებთ. სხვათა შორის ძალიან კარგი წიგნი აქვს დაწერილი, Shoe-Dogs, ძალიან საინტერესო არის დასაკითხად, გეშევდით რომ წაიკითხოთ, იმიტომ რომ მაგედანაც ძალიან ბევრი რამე ისწავლით. აი მაგალითად ეგეთი ადამიანები, ვინც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ მაინც შრომობენ. რატო შრომობენ? იმიტომ რომ მათ უყვართ ის რასაც აკეთებენ. და აქაც უნდა გავუსვათ პარალელები იმას მეგობრებო, რომ რასაც შენ აკეთებ, არ არის აუცილებელი რომ შენის ყოველთვის მოგწონდეს. მე ტრეიდინგი ძალიან მომწონს, მე ტრეიდინგი ძალიან მიყვარს, მე ჩემი თავის განვითარება ძალიან მიყვარს, ჩემ თავს რომ ამითარ ყოველდღიურად, მაგრამ იმისთვის რომ ჩემი თავი განავითარო და იმისთვის რომ მე ვიყო მოგებიანი ტრეიდერი და იმისთვის რომ მე გავაკეთო კარგი ტრეიდერები ტრეიდები მიწევს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც მე არ ვსიამოვნებს. ანუ იმითაც უნდა მოვიშხამოთ ტვინი, რომ ჩვენ რაღაცას თუ აკეთებთ, რაც არ გვსიამოვნებს, უნდა დავანებოთ თავი. ეგ რა არის მეგობრებო, გინდა ფულის გაკეთება, გეყვარს ფული, ამაში პრობლემა არ არის. მე ვერ ხედავ პრობლემას, სანამ ფულის გაკეთება და ფული რო გიყვარს, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ შენ ყველაფერი ფული თუ გადაწყვეტე და შენ სულში თუ გაგიჩნდა ფული, ეგ უკვე ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ რა მინდა მე ამ ყველაფერზე თქვა არის ის, რომ ფულის გაკეთება გიყვარს, კი ბატონო გააკეთე, მაგრამ იცოდე რომ ამისთვის მოგიწევს ესეთი რაღაცების გაკეთება, რაც არ მოგწონს. მაგალითად, შრომა, ინვესტიციები, ტკივილი, ინვესტიციების დაკარგვა, მაგალითად, წარმომიდგენი, ანუ მეც მაქვს ეს ყველაფერი გამოვლილი, რომ ჩემი ტოლა ახალგაზრდები, ანუ ძალიან ბევრი რამეს აკეთებენ. ახლა მით უმეტეს ევროპაში ცხოვრობ, ევროპაში ყველას აქვს შესაძლებლობა 16 წლიდან შეგიძლია იმუშაოს, საკუთარი ფული გქონდეს, იარო დასასვენებლად ყოველ წელს და ანუ კარგად იცხოვ, ნორმალურად იცხოვ, რაზეც მე რა თქმა უნდა ვთქვი ვარ, იმიტომ რომ მინდოდა ჩემი თავი განმოვითარებინა და მივსულიყავ იქამდე, სადამდეც მივედი მე დღეს. და იყო თუ არა ეს ყველაფერი სასიამოვნო? არა. მაგრამ მე ვიცოდი რომ ამ ყველაფერს დათმობა იქნებოდა აუცილებელი, რომ მე მიმეღწია იმას, რისი მიღწევაც მინდოდა. და როცა შენ მწვერვალებს იპყრობ, ერთი კარგი ესეთი quote არის გამონათქვამი, რომ ყოველივე მთის მწვერვალი არის მომდევნო მთის ძირი. ანუ არასდროს არ უნდა შეწყვიტო შენ
თებზე ასვლა, ესე ვთქვათ, ფოფოა, როგორც გინდათ ისე გადათარგმნეთ. და რას გულისხმობ ამ ყველაფერს, როცა მე დავისახავ მიზანს და მიზანს ვახწევ, შეიძლება ყოფილიყო მომგებიანი ტრეიდერი, ეგ ანიშნავს იმას, რომ მე გვჩერდები და აღარ ვითარდები. არა, ყველა ასპექტში უნდა განვითარდე. ამიტომ სანამ დაიწყებდეთ რამეს, მეგობრებო, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კრიპტოზე. ცოტა სხვა კუთხით დავიწყე ეს ვიდეო, ცოტა მაინდსეტზე და რაღაცა, მაგრამ მინდოდა რომ ესეც ჩამეგსვა, სანამ გადავიდოდით კონკრეტულ პრობლემებზე, რაც ყველას აქვს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში, მეგობრებო, თუ თქვენ არ დათმეთ ის ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც ცხოვრებითაც ახლა ცხოვრობთ, იმიტომ რომ თუ თქვენ არ ხართ ის, რაც გინდათ რომ იყოთ, მაგალითად, თუ არ ხარ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ფულის გაკეთება, ვინც აკეთებს იმდენ ფულს, რამდენ ფულზე შენ ოცნებ ყოველთვიურად, მაშინ შენ უნდა შეცვალო შენი თავი, რომ შეგეძლოს იმის გაკეთება, რის გაკეთებაც გინდა. ნუ ეს რაც შეეხება მაინდსეტს, მეგობრებო, ის აუცილებელი არის. მე არ მიმაჩნია კიდევ ერთხელ ჩემი თავი იმ კოუჩებად, რომ აი მაინდსეტი და აი სქენი და ეს სქენი და ისა და ის ამ თემებს ძალიან ბევრი მაქვს საკითხული, ამ თემებზე ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი, მაგრამ მე პირადად არ ვარ ის ადამიანი, რომ ვინმე დავატრიგერო, რომ აი ვთქვათ ადამიანმა არაფერი არ იცის ტრეიდინგზე და მივიდე და მე ჩავუდო თავში, რომ არ გინდა ტრეიდინგი დაიწყო, აი ტრეიდინგი ის არის და ამას დააღწევ თავს და იმას დააღწევა თავს და მატრიქსიდან გამოვარდები და რაბით ჰოლიდან. ანუ ეგეთ რაღაც სულელებს მე პირადად, ანუ არ ვამბობ რომ ვიმიჯნები, ვინც აკეთებს, კი ბატონო, გააკეთო ძალიან კარგად, ჩემი აზრით, თუცა რაფერს არ აკეთებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თვითონაც ძალიან ბევრი რამე არიციან ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ვხედავ ახლა Instagram-ზე უცხოურების და ქართულებიც, მაგრამ ანუ რასაც აკეთებენ, თუცა ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით არ აკეთებენ, მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ ახლა მეგობრებო, იმ კრიპტოზე, იმ ხუთ შეცდომებზე, ხუთ შეცდომებზე რატო ვთქვი, არ ვიცი, იმ მრავალ შეცდომებზე, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ შენ ვერ გახდი მომგებიანი ტრეიდერი. და ამ ყველაფერს თუ შეცვლი, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პროგრესს მიაღწევ. დავიწყოთ იქიდან, რომ რა არის მიზანი იმის, რომ შენ იწყებ ტრეიდინგს. ყველას არის რა თქმა უნდა ფული. ჩემთვისაც ფული იყო, ამას არ დავმალავთ. ძალიან დიდი ის მიმაჩნია ხოლმე, რა ქვია, ჰიპოკრიტობა, რომ აი მე თავისუფლებისთვის ვაკეთებ ამას. ფული თუ არა გაქვს, რა თავისუფლება გექნება, ხო? დღეს ჩვენი ყოველდღიურობა ისეთი რამე არის, რომ აი ჩემთვის თავისუფლება არის, რომ სხვა ქვეყანაში წავიდე და ვიცხოვრ. ფული თუ არ გაქვს, როგორ წახვალ და როგორ იცხოვრებ, ხო? ანუ ის რომ მე თავისუფლებისთვის ვაკეთებ, სისულელია. შენ აკეთებ ფულისთვის და ფული არის ის ესე ვთქვათ, ხელსაწყო, რომელიც გეხმარება რომ გააკეთო ის, რაც გინდა, რასაც შემდეგ შენ ეძახი თავისუფლებას. მე ამ ყველაფერს ხედავ ეს. ანუ ტრეიდინგს ვიწყებთ ყველანი ფულისთვის. ჩვენ გვჭირდება ფული, ჩვენ გვინდა ფული და ფული აუცილებელი არის ჩვენ ყოველდღიურობისთვის. ხშირ შემთხვევაში როცა ვეკითხები ადამიანს, რომ ეს სასაცილო რაღაც არის, ხანდახან მეცნობა ხოლმე, რომ რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში ფულს და არის თუ არა ფული საჭირო საერთოდ ცხოვრებაში და უცბად მეუბნებიან ხოლმე, რომ თავარია ჯანმრთელი ვიყო. და ანუ ესეთ გაშტერებული ვიყურებ ხოლმე, რომ ანუ ჯანმრთელობაზე ვთქვი რამე ფულზე ვიკითხე, ხო? მაგრამ ადამიანებმა რაც არიციან, რასაც არ სწავლებენ, ისიც ეშინიათ, ყოველთვის თავს არიდებენ, ხო? მაგრამ მე ყოველთვის ამბობ, რომ ფული, აი, ნახეთ, ფული და ჯანმრთელობა არ ცნობს შენ წარმოშობას, არ ცნობს შენ რელიგიას, არ ცნობს შენს კანისფერს, არ ცნობს შენს შეხედულებებს და ასე შემდეგ. ყველა შეუძლია ცუდად გახდეს, ყველა შეუძლია მდიდარი გახდეს, ყველა შეუძლია კარგად იყოს, ყველა შეუძლია ღარიბი იყოს. ხო, ანუ ყველასთვის ფული არის ხელმისაწვდომი, ვისაც უნდა და ჯანმრთელობას კიდევ ვერ აერჩევ. შეიძლება ფერატკანიანიც გახდეს ცუდად, ჯვარი გვწერია ყველას და ქართველიც და არაბიც და თურქიც და ბელგიელიც, ევროპელიც და ასე შემდეგ. ხო, ანუ ამ ყველაფერს ერთმანეთში ნუაურებთ ხოლმე, მეგობრებო. და კიდე მაგას ვამბობ ხოლმე, თავარია ჯანმრთელი იყო, ფული თუ არ გაქვს, ჯანმრთელი ვერ იქნები. ანუ ჯანმრთელი ხარ, მაგრამ ყოველდღე თუ ნერვიულობ, რომ იმას ვერ გადაიხდი, ამას ვერ გადაიხდი, შვილი ცუდად გაგიხდა და საავადმყოფოში ვერ წაიყვანე, ექვთან ვერ წაიყვანე, როგორ იქნები ჯანმრთელი, ხო? ეხლა მაგალითად ევროპაში სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით ვამბობ, უბრალოდ თმის ღერი რო ამტკივდეს, მივდივარ ექიმთან, იმიტომ რომ მაქვს უფასო. გამოკვლევები იქნება, ღმერთმა დაიფაროს და ოპერაცია იქნება თუ რამე იქნება, ყველაფერს ვიკეთებ უფასოდ, იმიტომ რომ დაზღვევას ვიხდი, ეს დაზღვა მე მიხდის და ასე შემდეგ, ხო? ანუ აუცილებელი არის ფული იმისთვის, რომ შენ იყო ჯანმრთელი. თუ არა გაქვს ფული და ანუ ადამიანები ვარ, ყველას რაღაცა გემართება, მით უმეტეს ახლა მე სპორტსმენი ვიყავ, ახლა ვარჩევ და რამე რო დამემართოს, მე მჭირდება ექიმი, ხო? თუ ფული არა მაქვს,
როგორ ვიქნები ჯანმრთელი, ხო? ანუ ეს ყველაფერს ერთმანეთს შარავიოთ მეგობრებო და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ ამ სფეროში ფულისთვის, იმიტომ რომ ბევრს წვენია,ერიდება, ეშინია და ასე შემდეგ, რომ ანუ მე აქ ვარ ფულისთვის, მე ყოველთვის ვარ, მე ვარ ფულისთვის. მე ტრეიდინგ შარვალ ბიტკოინის გულიზე, რომ ბიტკოინი არ ჩვენი გადარჩენი და ჩვენი კონტროლი უნდა CBDC-ის და იმას და ამას და მე ბიტკოინი თუ არ რა ვიცი, რასაც იძახიან ხოლმე და სატოშებს ვაგროვებ და მომავალში გადავიხდი ბიტკოინებთან, სხვა სფერო არის. ვთქვათ, რომ ჩვენ აქ ვართ ფულისთვის, მე ვარ ფულისთვის. ბიტკოინში რომ ინვესტიციას ვაკეთებდე, ჩემ ნაშრომ ფულს რომ ბიტკოინში ვდევდე და უკან ფულს ვერ ვაკეთებდე, სულ არ მჭირდება აჩინი ბიტკოინი, აჩინი ტრეიდინგი და არაფერი. ჩემ ფულს იქ ჩავდებ, სადაც ფულს გავაკეთებ, ხო? ანუ ვთქვათ ხმა, მაგრამ მე აქ ვარ ფულით. ანუ მე ამას ვაღიარებ. მე კრიპტოში ვარ ფულისთვის, მე ბიტკოინში ვარ ფულისთვის. ბიტკოინიდან ფული თუ ვერ გავაკეთე, აღარ ვიქნები ბიტკოინში. ბიტკოინმა დოლარები თუ არ მომცა მე, იმაზე მეტი რასაც მე ჩავდებ, თუნდაც ევროები იყოს, თუნდაც ლარები, მე არ მინდა ბიტკოინი. მორჩა, ვაღიარებ, მორჩა. თუ შენ სატოშის გულიზე ხარ აქ, რომ შენ შულთა შვილებს გადასე და ისინი შევიდნენ თონეში და ერთი შუთი ან ერთი ხაჭაპური მომეცით 0.001 სატოშთან ერთი სატოშით, თუ შენ მაგის ხარ, კი ბატონო, იყავი, მაგრამ ბაზრიდან არც უნდა ველოდო რომ ფული გააკეთო, ხო, მაგრამ მე ვარ აქ ფულისთვის ბაზრიდან ველოდები რომ გავაკეთო ფული. გადავედეთ ახლა შემდეგზე და რატო დავიწყე ამ ყველაფრით მეგობრებო, რომ შენ აქ ხარ ფულისთვის. ვიცით რომ ყველა ტრეიდინგ შემოდივართ ფულისთვის. მაგრამ თავიდან როცა თუ გინდა რომ შენ ტრეიდინგი ისწავლე, ეს არის გინდა დაწერილი კანონი უწოდოთ, გინდა დაუწერელი კანონი, თუ შემოდიხარ ტრეიდინგში მეგობრებო, ნუ ფიქრობ ფულზე. ჩვენი მიზანია გავაკეთოთ ფული, მაგრამ თუ შენ არ იცი ტრეიდინგი, ვერ გააკეთებ ფულს. თუ შენ არ იცი ჭიდაობა, ვერ გახდები ოლიმპიური ჩემპიონი. თუ შენ არ იცი ბურთის აკენწვლა, სირბილი, კარგი კონდიცია თუ არა გაქვს, ძლიერი თუ არა ხარ, გოლებს ვერ გაიტან. ანუ უნდა მივყვეთ ამ ყველაფერს საფეხურ და ჯერ უნდა ვისწავლოთ ტრეიდინგი, უნდა მივყვეთ გამოცდილება და შემდეგ უნდა ვიფიქროთ ფულზე და რატომ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როცა მწერენ ხოლმე და ამდენი ფული დავკარგე და იმდენი ფული დავკარგე, ანუ ვეკითხები რომ რამდენი ხარია რაც ტრეიდინგით ხარ დაკავებული, აი 5 თვე, 6 თვე, მაქსიმუმ 1 წელი, ანუ 1 წელზე მეტი არავის არ უთქვია. წარმოვიდგინე რომ 1 წელზე მეტი არავის არ უთქვია და ზოგი მეუბნება რომ აი ბოროკვირა $3000 დავკარგე. ანუ შეიძლება კი შენ ძალიან ბევრ ფულს აკეთებდე და ზოგისთვის ეგ $3000 ძალიან ბევრია, ზოგისთვის ძალიან ნაკლები, მაგრამ დაწყებაში როცა შენ არის ტრეიდინგი, ეს არის ძალიან ბევრი. ამიტომ როცა შენ იწყებ ტრეიდინგს, მიუდექი იმ კუთხით, რომ შენ ჯერ განვითარდე ტრეიდინგში. მიეც შენ თავს იმის უფლება, რომ ჯერ განვითარდე. მაგალითად თქვა, რომ პირველი 3 თვე ვისწავლი, მაგალითად, ორდერი როგორ დავდო, როგორ გამოვიანგარიშო პოზიცია, რას ნიშნავს საერთოდ პოზიცია, რას ნიშნავს კონტრაქტები, რას ნიშნავს სუპორტი, რეზისტენცი, დემანდ ზონი, სუპლაი ზონა, რა არის რეინჯი, აღმავალი ტრენდი, დაღმავალი ტრენდი, ბრეიკაუთი, ფეიკაუთი და ასე შემდეგ. ანუ მიეცი შენ თავს, აი ჩამოწერე, რომ აი ამ 1-დან 3 თვეში ამებს ვისწავლი, მეორე 3-დან 4 თვეში, ანუ შემდეგ 3 თვეში ამას ვისწავლი, შემდეგ 3 თვეში ამას, შემდეგ 3 თვეში ამას და ასე შემდეგ. ანუ შენ თავს ძალიან შეზღუდავ, იმიტომ რომ ეს არავის არ გავაკეთებია 1 წელში და 2 წელში და 3 წელში. ამას ჭირდება რამოდენიმე წელი და რაც თავი არის გამოცდილება, ანუ ბოლოში გეტყვით. ძალიან საინტერესო არის, ჩემი პირად გამოცდილებას გეტყვით და ბოლოში რა შეცდომასაც ვეტყვი, რასაც ყველა უშვებს და რაც მე დამეხმარა იმაში, რომ ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი რამ იყო, რომ გავხდარიყო მომგებიანი ტრეიდერი, ამის შემოვინახავ ბოლოსთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო რა. ანუ მიეც შენ თავს იმის უფლება, რომ განვითარდე ეტაპობრივად, როგორც არის საჭირო, რომ შენ დაიწყო 3 თვე, ეს და ეს უნდა გავიარო, შემდეგი 3 თვე იყოს მაგალითად ლონგების მოძებნა, შემდეგ იყოს შორტების მოძებნა, შემდეგ ბრეიკაუტზე ვაჭრობა, შემდეგ რევერსალზე ვაჭრობა, შემდეგ რეინჯში ვაჭრობა და ასე შემდეგ, ანუ ეტაპობრივად მე შენ თავს რომ განვითარდე და რაც თავარი არის, მეგობრებო, რომ ვამბობდი, რომ უნდა გააკეთო ის, რაც არ გსიამოვნებს, ტრეიდინგში ზუსტად ეგ არის, რომ გააკეთო ის, რაც არ გსიამოვნებს და ეს არის ბექტესტინგი, შენი ორდერების ჩამახსოვრება, შემდეგ რეფლექცია ამ ყველაფერზე, კვირის ბოლოს რომ აი რა გავაკეთე, კარგად რა გავაკეთე, სულად მე უნდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს ყველაფერი მეჯავრებოდა და მეზისხებოდა და არ მომწონდა. აი საშინლად არ მინდოდა. რომ დავждდებოდი მინუტა დამეკლიკა და ფული გაკეთებული იყო. всё.
ჩარტებზე რომ დავждებოდი, რომ არ ვხედავდი, რომ აი ტრეიდს არ ვხედავდი, ხო? და ვიცოდი, რომ აი ჩემ ტრეიდში შემეძლო გამერისკა პატარა თანხებით რო ვაჭრობდი, $15-20 მაგალითად, ხო? კარგ სეტუპს თუ არ ვხედავდი, მაინც მინდოდა რომ ტრეიდში ყოფილიყავი და მაგალითად $5 შევიდოდი მარკეტ სელა, მარკეტ ბაი. რომ ანუ ტრეიდში ყოფილიყავი, მინდოდა რომ ყოველ წამს ტრეიდში ყოფილიყავი და აი რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა, ხო? ანუ ეგეთი შეცდომა მეც დამიშვა, სავარაუდოდ ვინც მიყურებს თქვენს დაგიშვიათ და ეს ადამიანებიც უშვებენ, ვინც მწერენ. ამიტომ ეს შეცდომები არ უნდა დაუშვათ ხოლმე მეგობრებო და ყოველთვის უნდა დაველოდოთ კარგ შანსებს ხოლმე, მაგრამ ისე რომ დავიწყოთ. თავიდან მეგობრებო, მივცეთ ჩვენ საკუთარ თავს რომ განვითარდეთ ისე ყოველ თვითონთვენი და შემდეგ გავაკეთოთ ისინი რაც ჩვენ მაგალითად არ გვსიამოვნებთ. შეიძლება ზოგს სიამოვნებდეს, მაგრამ ზოგს არ სიამოვნებდეს. მე მაგალითად ძალიან არ სიამოვნებდა, მაგრამ მომიწია მაინც ამის გაკეთება და სანამ არ გავაკეთე, ვერ ვიგრძენით ჩემ თავში წინსვლა, იმიტომ რომ იმ შეცდომები რაც შენ გააკეთე, ისინი გეხმარება იმაში, რომ შემდეგ იგივე შეცდომები აღარ გააკეთო. მე ყოველთვის ამბობ, რომ როცა შენ შეცდომას უშვებ, ეს ნორმალურია, ამ შეცდომიდან უნდა ისწავლო, მაგრამ ამ შეცდომას რომ მილიონჯერ იმეორებ და იცი რომ შეცდომას აკეთებ, მაშინ შენ იდიოტი ხარ. და უბრალოდ ეს სფერო არ არის შენთვის და მარტო ეს სფერო არა, ყველანაირი სფერო არ არის შენთვის. მეც ერთი და იგივე შეცდომა ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია, მაგრამ ანუ არის რაღაც საზღვარი, რაზეც უნდა თქვა, რომ ოკეი, ან მე მინდა წინსვლა, ან ერთ ადგილზე ვიბუქსავებ, ერთ ადგილზე ვიქნები და ვეღარ გამვითარდები მე. ამიტომ მეორე მოდი იყოს ეს მეგობრებო, რომ შენ აუცილებლად გჭირდება ბექტესტინგი და შენ აუცილებლად გჭირდება დღიური. შენ გჭირდება ჩამოწერა თუ როგორი ტრეიდები აიღე, სად აიღე ლონგი, სად აიღე შორტი, რატო, რისთვის, რანაირად და შემდეგ რაც ვთავაზე, შენი ემოციები დაწერო, რას გრძნობდი სანამ ტრეიდში შეხვიდოდი, მაგალითად შები, რას გრძნობდი ტრეიდში რომ შეხვედი, რას გრძნობდი რომ მოგება გააკეთე, რას გრძნობდი რომ გაგსტოპა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა ჩამოწრო, იმიტომ რომ როცა შენ დაწერო რომ აი ტრეიდში შესვლის დროს მე ვიგზენი შიში, შემდეგ უსმენ შენ თავს ესეთ კითხვას რომ რატო იგზენი შიში? მე მქონდა წაგების შიში. ეს თუ იყო პასუხი, სავარაუდოდ ეგ იქნება, მე მქონდა წაგების შიში, გასტოპვის შიში. რატო გქონდა გასტოპვის შიში? იმიტომ რომ ტრეიდერებმა ვიცით რომ გასტოპვა არის ნორმალური, მეც ვისტოპები. ყველაზე მაგარი ტრეიდერი მსოფლიოში ეგეც ისტოპება, ანუ ყველა ისტოპება. ანუ რატო გეშინოთ? შეიძლება შემდეგ იყოს რომ მე დავკარგავდი ფულს. რამდენი არის ეგ ფული? თუ მაგალითად შენ ამბობ ეს ფული იყო $100 და შენ ვაჭრობ $2000-ით, წარმოიდგინე რამდენი პროცენტი გამოდის. ის $100 $2000 და ესე იგი ნიშნავს იმას, რომ შენ რისკავ იმაზე მეც, ვიდრე შენ შეგიძლია გარისკო, ხო? 5% რისკავ $2000 $100. მაგრამ წესით უნდა რისკავდე მაქსიმუმ 1%-ს თუ დამწყები ხარ, უფრო ნაკლებს ვზავდი, იმიტომ რომ რაც შეიძლება, ესე ვთქვათ, პატარა დანაკარგები რომ მიიღო, იმიტომ რომ შენ სწავლობ და როცა სწავლობ, სწავლის პროცესში რო ხარ, შენ შეგიძლია გადაწყვიტო თუ რამდენ ფულს დაკარგავ შენ და ყველაფერს წყვიტავ იმ თანხით, რა თანხითაც იწყებ შენ ტრეიდინგს. პირველი თანხა, რომელსაც შენ ჩადებ ტრეიდინგში, ჩადებ აკაუნტზე და დაიწყებ იმით ტრეიდინგს, მე მინდა გარანტია მოგცე, რომ შენ ამ თანხას დაკარგავ. და შენზე არის დამოკიდებული თუ რამდენი ფულის დაკარგვა გინდა თავიდან, რომელიც იქნება შენი სწავლის, ესე ვთქვათ, თანხა. ეს იყოს მეგობრებო, მეორე გააკეთე ის, რაც არ გსიამოვნებს. უბრალოდ, რაც არის საჭირო იმის, რომ გახდე მომგებიანი ტრეიდერი, უბრალოდ გააკეთე და მორჩა. დაწერე, ჩაიმახსოვრე, ჩახაზე, ახსენი, რატორისთვის რანაირად და შემდეგ ამ ყველაფერზე კვირის ბოლოს გააკეთე რეფლექსია და შემდეგ კიდე თვის ბოლოს გააკეთე მთლიანი თვის რეფლექსია. ეს არის მეგობრებო აუცილებელი იმისთვის, რომ თქვენ გააკეთოთ, ესე ვთქვათ, ნაბიჯები წინ და წინ. შემდეგი მეგობრებო იყოს, რასაც ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე, არის ის, რომ ბევრი შედის მარკეტ და მარკეტ ლონგ ან მარკეტ შორტ, იმიტომ რომ არ აქვთ გეგმა. ეს შეიძლება ხა ძალიან ბანალურად და ბეისიკ ჟღერდეს, რომ გქონდეს გეგმა, მაგრამ თუ არ იცი ტრეიდინგი, გეგმაც არ გექნება, ხო? ამიტომ რასაც ვამბობ ხოლმე მე მეგობრებო, ყოველთვის არის ის, რომ შენ აუცილებლად გჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც მიაღწია იმას, რისი მიღწევაც გინდა შენ რომ დაგეხმაროს იმაში, რომ შენ გაგიადვილოს შენ მიზნებამდე მისაღწევად გზა. თუ შენ მაგალითად გინდა გახდე კარგი ტრეიდერი, კარგი ფეხბურთელი, კარგი მოჭიდავე. ნახე თუ უბრალოდ ავიღოთ მოჭიდავე. თუ გინდა რომ კარგი მოჭიდავე გახდე. შენ ახლა ჩემ YouTube-ს უყურებ, თუ
ესეთი ადამიანის YouTube-ს უყურებ, ან ესეთი ადამიანის ჭიდაობებს უყურებ, ვინც ოლიმპიადა მოიგო, ვინც ძალიან მაგარი მოჭიდავია და ვისაც გინდა რომ დაემსგავს, ვინც არის შენი იდოლი. რა თქმა უნდა, იმას უყურებ, ხო? იმიტომ რომ იმან მიაღწია იმას, რისი მიღწევაც გინდა შენ. და თუ მასთან ასე ვთქვათ კონტაქტი არ გაქვს იმ მოჭიდავესთან მაგალითად, მისი ვიდეოებისგან და მისი ახსნებისგან ძალიან ბევრი შეგიძლია ისწავლო და თუ შენ მასთან გაქვს კონტაქტი და უსმევ კითხვებს ეს რაღაცებს გიჩევს ის შეგხედავს და გეტყვის რომ აქ ეს და ეს არის შენი ძლიერი მხარე, ეს და ეს არის შენი სუსტი მხარე. ის შენ დაგეხმარება, ნახე, ეს არის ძალიან დიდი განსხვავება. ის შენს მაგივრად ვერ გახდება ოლიმპიური ჩემპიონი მესამეჯერ და მეხუთეჯერ, იმიტომ რომ შენ უნდა გახდე ის ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ის შენ დაგეხმარება, რომ შენ გაგიმარტივოს ის გზა იმისთვის, რომ გახდე ოლიმპიური ჩემპიონი. ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა შენზე დამოკიდებული, მაგრამ შენ გჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს მიაღწია. იმიტომ რომ იმას შეიძლება ილაპარაკო შემდეგ ემოციებს, რა ემოციებს გრძნობ, როცა შედიხარ მაგალითად ტატამზე ამდენი ხალხი გიყურებს, როგორ უნდა მოიქცე, რაზე უნდა იფიქრო, რაზე უნდა გადაიტანო შენი ფიქრები, რომ არ დაიბნე და იყო ის ვინც ხარ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ როცა შენ ტატამზე შედიხარ, მე 7 წელი კალათბურთელი ვიყავი, 4 წელი ვჭიდაობდი, ცოტა მეტი და როცა შედიხარ შეჯიბრებაზე, როცა გადიხარ სტადიონზე, ხალხი გიყურებს და ასე შემდეგ, ანუ წნეხს განიცდი, რაღაც ეწოლას განიცდი, ხო? და ამ ყველაფერს უნდა სხვანაირი მიდგომა, რომ რა თქმა უნდა გამოცდილებაც არის, რაც უფრო მეტჯერ იჭიდავებ, რაც უფრო მეტჯერ ითამაშებ, მეტჯერ შეხვდა და ასე შემდეგ, მით უფრო basic გახდება ეს ყველაფერი შენთვის, აღარ ექნება ამ ყველაფერს შენზე ზეწოლა, მაგრამ როცა ეს ყველაფერი გააკეთა უკვე ვიღაცამ ვისი გზაც შენ გინდა რომ გაიარო, ის შენ რა თქმა უნდა დაგეხმარება, რომ ეს პრობლემები ადვილად გადალახო და შენ მიზნამდე უფრო ადვილად მიხვიდე, ნაკლები დანაკარგით, ნაკლები პრობლემებით და ასე შემდეგ. ანუ გაგიადვილოს ეს გზა, ხო? და ამიტომ ამბობ, რომ აუცილებელი არის მეგობრებო, გყავდეთ ისეთი ადამიანი გვერდზე, ეს შეიძლება იყოს მენტორი, შეიძლება იყოს კომუნიტი და აქვე ვიტყვი მეგობრებო, რომ არ ვამბობ, რომ თქვენ ჩემ კომუნიტში უნდა იჯდეთ, არ ვამბობ, რომ თქვენ მე უნდა ყავდეთ როგორც მენტორი და ასე შემდეგ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, თქვენ უნდა აირჩიოთ ვისთან სად როგორ ანაირად და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით არის აუცილებელი რომ ყავდეთ სწორი მენტორი, კარგი გუნდი, კარგი ასე ვთქვათ ჯგუფი, კომუნიტი, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი კითხვები, გააზიაროთ თქვენი ჩარტები, რატო შედიხარ ტრეიდში, რატო გამოდიხარ ტრეიდში, შემდეგ სხვამ დაწეროთ რომ აი მეც იგივე ჩარტს უყურებ, მაგრამ შენ თუ ლონგი გინდა, მე შორტ შევდივარ და აი მე ამიტომ შევდივარ შორტ, შენ ამიტომ შედიხარ ლონგს და ანუ ერთმანეთისგან სწავლობთ, შემდეგ ანუ მენტორიც გეხმარებათ, ანუ ამ ყველაფრით შენ მხოლოდ და მხოლოდ უფრო გაიადვილებ გზას იმისთვის, რომ გახდე მომგებიანი ტრეიდერი. მეც რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ წამოსულა ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი მენტორები მყავდა, ძალიან ბევრი თანხები დავხარჯე, მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა იმისთვის, რომ მოსულიყავი აქამდე სადამდეც ვარ. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი შეზღუდვები მქონდა დაშვებული. ძალიან ცუდი მენტორებიც მყავდა აყვანილი, ძალიან ცუდი კურსებიც მქონდა ნაყიდად. ეს ყველაფერი მაქვს ჩვეულებრივად გამოვლი. ძალიან ბევრი თანხებზე რო ვილაპარაკოთ, ანუ საშინად ბევრი თანხები მაქვს ამ ყველაფერში გადაყრილ თავის დროზე. ნუ გადაყრილსაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ყველა კურსიდან თუ მენტორიდან მაინც რაღაცას ვსწავლობ. შეიძლება ცოტა პატარა რაღაცა იყო, მაგრამ მაინც ვსწავლობ. მაგრამ თავარი არის ის, რომ ისეთი მაინდსეტი მქონდა და ეხლაც რომ ჩემ თავში ინვესტირება არის აუცილებელი იმისთვის, რომ მე განვითარდე, იმიტომ რომ მე ვერანაირი მენტორი და ვერანაირი კურსი ვერ გამაკეთებინებს, ფულს ეს გამაკეთებს ხოლმე და ხოლმე ჩემი საკუთარი თავი. მე უნდა შევქმნა და ესე ვთქვათ, გამოუძერწო ჩემი თავიდან ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია გააკეთოს ის, რაც მინდა რომ მე გავაკეთო და ვისაც შეიძლება რომ მიაღწიოს იმ მწვერვალებს, რისი ესე ვთქვათ, მწვერვალების მიღწევაც მინდა მე. ანუ გაითვალისწინეთ ეგ მეგობრებო, თქვენ თავში ინვესტიცია არასდროს არ დაიზაროთ, არასდროს არ დაგენანოთ თანხა, რა თქმა უნდა. ეგრე უბრალოდ ჰაერზე უნდა იყიდოთ ხოლმე რაღაცები და ყოველთვის უნდა ვერიფიკაცია გაიაროს თუ ვისგან, რატორისთვის, რანაირად არის ისთვის გინდათ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი აზრით არის აუცილებელი რომ ყავდეთ ესე ვთქვათ მენტორი, ან იყოთ ისეთ კომუნიტში, სადაც თქვენ განვითარდებით და წახვალთ წინ, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს სტრატეგიაზე, ანუ მეც ვამბობ ყოველთვის რომ სანამ ტრეიდში უნდა გქონდეს სტრატეგია, რატორისთვის რანაირად, რატო შორტი, რატო ლონგი, როდის გიაქტიურდება და ლონგი, როდის გიაქტიურდება შორტი და ასე შემდეგ, ანუ სტრატეგია უნდა გქონდეს. მაგრამ თუ არ იცი რა არის ეს სტრატეგია, როგორ უნდა ჩამოაყალიბო შენ საკუთარი სტრატეგია და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერც სტრატეგია გიქნება და ვერც ვერაფერი გექნება, ხო?
ანუ ჩემი აზრით ეს ყველაფერი არის აუცილებელი, იმიტომ რომ თან მენტორმა იცის თუ როგორ უნდა დაგეხმარო შენ, იმიტომ რომ ეხლა მეც რომ წერენ ხოლმე რა Discord-ზე, Instagram-ზე, WhatsApp-ზე, Facebook-ზე სხვათა შორის და ასე შემდეგ, რაღაც პრობლემებზე რომ მოდიან ჩემთან და ვეუბნები რომ ეს არის basic პრობლემები, რაც ნორმალური არის, რაც მეც გამოვიარე და აი ამას ესე უნდა მივუდგე და ესე უნდა მივუდგე. აი თქოს რაღაც ეშვებათ ხოლმე რომ აი ეს მჭირდებოდა, იმიტომ რომ მათ გონიათ რომ მათშია პრობლემა და შეიძლება ახლა შენც მაყურებელს გეგონოს რომ ეს შენშია პრობლემა, მაგრამ ესე არ არის, ეს არის ნორმალური. ყველას აქვს გამოვლი და ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით მეგობრებო, ადვილი რომ ყოფილიყო, ყველა გააკეთებდა, ხო? მოდი გადავედეთ ახლა მეგობრებო შემდეგზე და შემდეგი არის პულის დაკარგვა და გასტოპვა. დავიწყოთ იქიდან რომ შენ თუ ნერვიულობ კიდევ ერთხელ გამიმეორებ რომ პულს დაკარგავ, ესე იგი ეს პული არის იმაზე მეტი, ვიდრე შენ შეგიძლია დაკარგო. ყოველთვის ამბობ, აი ვთქვათ რომ უკვე ტრეიდინგში არის საერთოდ 3 ფაზა. დამწყები, სადაც კარგავ პულს, შემდეგ გადადიხარ ბრიკ-ივენში, რაც არის ძალიან მაგარი ფაზა არის ტრეიდინგის კარიერაში, იმიტომ რომ ხან აკეთებ პულს, ხან კარგავ პულს და ხვდები რომ აი უკვე ტრეიდერი ხარ, უკვე შეგიძლია გააკეთო პული, მაგრამ აი რაღაც პატარა შესწორებები გჭირდება რომ უკვე სულ მომგებიანი ტრეიდერი იყო და კონსტანტურ თანმიმდევრულად აკეთო თანხა. ძალიან მაგარი პროცესია ეგ ბრიკ-ივენიდან რო გადადიხარ უკვე მომგებიანში, ძალიან ბევრი რამე სწავლობ კიდე, მაგრამ სანამ გადავიდოდი შემდეგზე, სანამ გავაგზავნებდი იმას, რაც დავიწყე, მინდა გითხრათ რომ უბრალოდ არის 3 ფაზა. და არ აქვს მნიშვნელობა შენ რომელ ფაზაში იქნები, ყველგან დაკარგავ პულს და ყველგან გაისტოპები. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკვე განსხვავდება დამწყებს ვინც ბრიკ-ივენშია და მომგებიან ტრეიდერში. და რატომ ამ ყველაფერს მეგობრებო ნახეთ, შენ თუ კარგავ იმაზე მეც ვიდრე შენ შეგიძლია დაკარგო და ეს არ არის ერთჯერადი დაკარგვა, ეს არის მაგალითად თუ შენ გაქვს $2000 აკაუნტი, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ $2000 უკვე დაკარგული გაქვს, უნდა ჩათვალო დაკარგულად, სწავლის ფულად, მით უმეტეს როცა ხარ დამწყები. მაგრამ ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია ეგ $2000 ერთ ჯერზე, ერთ ტრეიდში გარისკო. ეგ არის უდიდესი სულელე, მაგივად გიჩვენ რომ შეხვიდე უბრალოდ კაზინოში, დადო შავზიან წითელზე და უფრო მალე გეცოდინება, გააკეთე ორმაგი თანხა თუ არა. ამ $2000 რომ შედიხარ, რას გულისხმობ დიდ რისკებზე, მე ყოველთვის ამბობ, რომ მაქსიმუმ 1% უნდა იყო რისკი. მით უმეტეს როცა ხარ day trader, scalper თუ ხარ, უფრო ნაკლები უნდა იყო $0.5%. და როცა შენ 1%-ს იღებ, ეს არის $2000-ზე, ეს არის $20. ანუ ერთ ტრეიდში $20-ზე მეტი არ უნდა გარისკო. თუ ხარ დამწყები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უფრო ნაკლები. თუ მაგალითად $20 რისკავ ერთ ტრეიდში, ყველას გონია რომ აი რახან შენ 1%-ს რისკავ, ეგ ნიშნავს იმას, რომ 2000 ყოფენ ხოლმე 20-ზე და გამოდის 100, მათ გონიათ რომ გააკეთებენ $100. მაგრამ ეს ესე არ არის, იმიტომ რომ ნახეთ, $2000-ზე 1% რისკს რომ იღებ, კარგავ $20, მაგრამ გრჩება $1980, ხო? და შემდეგ იმ $1980-ზე რომ იღებ 1%-ს რისკს და ის იქაც გაისტოპი, ხო? მე უკვე $20 აღარ კარგავ. მე კარგავ 19.80 თეთრს. ანუ შენ შეგიძლია ამ მეთოდით, ამ 1%-იანი მეთოდით გააკეთო ძალიან ბევრი ტრეიდი და ეს არის მთავარი და ამაზე ვიტყვი კიდე გაგრძელებას ბოლოსთვის, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ შენ გახდე მომგებიანი ტრეიდერი. ანუ ეგ არის, რომ არ უნდა დაკარგო იმაზე მეტი, ვიდრე შენ გაქვს განსაზღვრული. და რაც მინდოდა მეთქვა ის, რომ ბევრს გონია, რომ მომგებიანი ტრეიდერი ნიშნავს, რომ არის სტოპები. არა მეგობრებო, ნახეთ, როცა ვამბობ, რომ მე მაქვს 40-დან 60%-მდე win rate-ი, ავიღოთ საშუალოდ, რომ ეს არის 50%-იანი win rate. თუ შენ 40% win rate გაქვს, მაშინაც ძალიან კარგ ფულს აკეთებ, მაგრამ თქვათ, რომ საშუალოდ გაქვს პლუს-მინუს 50, ანუ შეიძლება თუ იყოს სადაც 40% გაქვს, თუ სადაც 70, თუ სადაც 60 და ასე შემდეგ. მაგრამ ავიღოთ 50%-იანი win rate. ეს ჟღერს ძალიან პოზიტიურად, ხო, იმიტომ რომ 50%-იანი win rate თუ გაქვს მინიმუმ 1/3-ზე რისკ რევარდით, ძალიან ბევრ ფულს აკეთებ, ხო? ანუ ძალიან კარგი ტრეიდერი ხარ, ძალიან მაგარი ტრეიდერი ხარ და კარგ ფულს აკეთებ, ხო? მაგრამ მოდი ახლა ზუსტად იგივე პოზიტიური რამ შემოვაწერავთ ნეგატიურად და სხვა რაკურსით შევხედოთ. რაც ნიშნავს ეს სხვა რაკურსი, ვთქვათ ის, რომ მე ტრეიდების 50%-ში ვისტოპები. ანუ 10 ტრეიდს თუ ვიღებ, 10 ტრეიდიდან 5 ტრეიდი გავისტოპე.
ანუ ეს უფრო ნეგატიურად ძროს. მაგრამ ორივე ერთი და იგივეა და რატომ მინდა რომ ამ ყველაფერს გაგამახვილებინოთ ყურადღება მეგობრებო არის ის რომ უბრალოდ მიიღე ის რომ შენ გაისტოპები ტრეიდში. როცა შენ შედიხარ ტრეიდში, შეიძლება ეს იყოს A setup-ი, შეიძლება იყოს A++ setup-ი, შეიძლება იყოს B setup-ი, შეიძლება იყოს C setup-ი. არ აქვს მნიშვნელობა, სხვათა შორის ამაზე ორ ვიდეოს დავამატებ day trading-ის კურსზე, რომელიც setup-ებზე იქნება, setup-ების ხარისხებზე და იქნება კიდევ ერთი კონკრეტული ტრეიდი, რომელსაც მე ხშირად ვიღებ ხოლმე. liquidity push ქვია ხოლმე ამას, ანუ ამ ორზე გავაკეთებ ცალკე ვიდეოს და კურსების ვიდეოში დავამატებ day trading-ის კურსებში, მაგრამ რო გავაგრძელოთ ისევ ამას მეგობრებო, ყველა აბსოლუტურად ყველა ტრეიდერი კარგავს ფულს, ყველა ტრეიდერი ისტოპება, არ აქვს მნიშვნელობა. თუ რა თქმა უნდა B და C კატეგორიის ტრეიდს იღებ, შენთვის თუ გაქვს დაყოფილი და C კატეგორიას მე არასდროს არ ვიღებ ხოლმე, ვიღებ ხოლმე B-ს A-ს ან A++, მაგრამ A+++++ ტრეიდიც რომ იყოს და 100%-ითაც რომ დარწმუნებული იყო რომ შენ ეს ტრეიდი არის ლეგიტიმური და შენს გარდა ყველა რო დარწმუნებული იყოს, მეც დარწმუნებული რომ ვიყო, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტრეიდერიც რო დარწმუნებული იყოს, მაინც შესაძლებელი არის რომ გავისტოპოთ. ყველა ერთად, იმიტომ რომ შენ არ გაქვს ამ ყველაფერზე კონტროლი. შეიძლება ნიუსში მოხდეს რაღაცა, შეიძლება მსოფლიოში მოხდეს რაღაცა, შეიძლება თვითმფრინავი ჩამოვარდეს და იმას ქონდეს რაღაც გავლენა. შეიძლება პრეზიდენტმა თქვას რომ ანუ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ეს A++-იც გაისტოპოს. ანუ ყველა ისტოპება მეგობრებო და ეს უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ შენ ტრეიდების 50%-ში მინიმუმ გაისტოპები. პლუს მინუს. მაგრამ თავარი არის მომგებიანი ტრეიდერი ნიშნავს იმას, რომ შენი რისკ-რევარდი არის ყოველთვის მეტი, ანუ რისკ-რევარდი идеალური ვიდეოები მაქვს YouTube-ზეც გააკეთებული და კურსებში ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ამ ძალიან კარგი ვიდეო მაქვს ამ რისკ მენეჯმენტზე. თუ გაქვს შენ კარგი რისკ მენეჯმენტი 30% win rate-ითაც ძალიან კარგ ფულს აკეთებ, მაგრამ როცა 40 და 50 გაქვს, ხო საერთოდ ძალიან მაგარ ფულს აკეთებ, მაგრამ არ დაგავაწყვეტ ის მეგობრებო, შენ ყოველთვის დაკარგავ ფულს და ყოველთვის გაისტოპები. ანუ ყოველთვის ისტოპები და შემდეგზე რომ გადავიდეთ მეგობრებო, ამ წინა შეცდომაზე მოყოლებით არის ის რომ გამოიყენ stop loss-ი. ბევრი ვაჭრობს ხოლმე stop loss-ზე, ბევრი ცდილობს რომ ძალიან ბევრი უშვებს სხვათა შორის ამ შეცდომას რომ შევიდა ტრეიდში, ხო? ანუ ჯერ რომ market order-ებით შედიხარ, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, market order-ებით არასდროს არ უნდა შეხვიდე, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ არ გქონდა გეგმა. გეგმა ნიშნავს იმას, რომ შენ დაგეგმე long-ი ან short-ი, ელოდები რომ ფასში მოხდეს რაღაცა, ან გაარღვევა, ან ჩამორღვევა და ელოდები რომ გაგიაქტიურდეს long-ი ან short-ი და როცა შენ გაგიაქტიურდა ან long-ი ან short-ი, შენდებ order-ს და ელოდები. ანუ ეს არის გეგმა, მაგრამ შენ თუ შედიხარ market-ით, აი აქ ის დაიხურა და всё, ტრეიდში ვარ, market buy და stop loss ამის ქვემოთ თავს, ანუ ძალიან ბევრი ვიდეოს ხედავ ხოლმე ეგეც და ანუ რო ვუყურებ და ხვდები რომ აი ეს ადამიანი არაფრის აზრზე არ არის. ესეთ ტრეიდერებს ძალიან ბევრს ხედავ საქართველოშიც, TikTok-ზე მომრავლდნენ ეგეთები და უცხოურ ბაზარზე ძალიან ბევრს ხედავ და არის უდიდესი სისულელი. ვიღაცა ეგეთ რაღაცას რო აკეთებს, შემოტრიალი და უბრალოდ გაიქეთს. იმიტომ რომ მე გარ ჩვეულებრივ გამბლერი. ჩვეულებრივ. ანუ შენ უნდა დაგეგმო ყოველთვის ტრეიდი, უნდა ქონდეს შენი entry, შენი stop loss-ი და შენი take profit-ები. სადამდე შეიძლება იყოს შენი reward-ი. შენი reward-ი შეიძლება იყოს გარკვეულ ხაზამდე, მაგრამ take profit-ები, ანუ გზადაგზა take profit-ებს რა ფიქსირებ, მე მხოლოდ მას შეგიძლია განსაზღვრო, როცა ფასში შეივსები, შენი ტრეიდი შეივსება და შემდეგ ესე ვთქვათ press action-ი წარმოიშვება, სადაც შენ უკვე შეგიძლია შენი take profit-ები განსაზღვრო, მაგრამ ეს უკვე სხვა თემა არის, მაგრამ რაც მინდოდა მე თქვა ის რომ ბევრს ხედავ ვინც ვაჭრობს stop loss-ის გარეშე, ვინც მაგალითად დადებს stop loss და შემდეგ ფასი თუ მიუახლოვდება ცოტათი ჩამოწევს, ან entry-ს აწევს მაღლა, ან reward-ს აწევს, ჩამოწევს და ასე შემდეგ. უდიდესი შეცდომა, როცა შენ თავს ეცი პატივი და შენ თავს ეცი უბრალოდ შენ გადაწყვეტილებას ეცი პატივი. და რა გულისხმობ ამ ყველაფერში, როცა შენ დაგეგმავ ტრეიდს, დადე ტრეიდი და გადი უბრალოდ. შეგივსებს შემოხვალ მე კომპიუტერებზე ისევ დადებ შენ take profit-ებს გახვალ. მორჩა. აქ მთავრდება ყველაფერი. გაისტოპები თუ დაგიფიქსირდება take profit-ები, შემდეგ გააკეთებ შენ რეფლექსია, შენ დღეში ჩაინიშნავ ამ ყველაფერს და შემდეგ გააკეთებ ანალიზს. არასდროს, როცა შენ დაგიგმავ რაღაცას, არასდროს არ შეცვალო take profit-ი, stop loss-ი და
დაგეგმე მორჩა. აღარაფერი აღარ შეცვალა და თავად რომ გამოიყენო stop loss-ი. ბევრი ვაჭრობს კიდე დღესდღეობით stop loss-ის გარეშე იმისთვის რომ თავიანთი ტრეიდი ისევ აცოცხლონ. რომ ანუ დადეს stop loss-ი და ჩამოწევენ, იმიტომ რომ ფასი უკვე მიუახლოვდა თითქმის გაისტოპა, ჩამოწევენ ქვემოთ, მე ფასი როა აწევენ ისე მაღლა და ეგრე თამაშობენ. და ეს არის გემბლინგი, ანუ ამით ვერაფერს ვერ ისწავლი და თავი დავანებოთ რომ გახდე მომგებიანი ტრეიდერი. შანსი გაქვს 0. თუ შენ ეგ გააკეთე. და მთავარია ყოველთვის გქონდეს stop loss-ი. რას ნიშნავს stop loss-ი? Stop loss-ი ნიშნავს გადავთარგმნოთ სიტყვად სიტყვით stop loss. Stop losing. შეწყვიტე წაგება. შეწყვიტე სისხლის ხრა. შეაჩერე წაგება. Stop loss-ი არის ყველა ტრეიდში აუცილებელი. თუ შენ ხარ ინვესტორი, არ გჭირდება stop loss-ი, მაგრამ ტრეიდი, რომელიც არის stop loss-ის გარეშე, არ არის ტრეიდი. ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი გამბლინგი. მორჩა. როცა შენ დებ stop loss, შენ უკვე განსაზღვრული გაქვს შენი რისკი, გაისტოპებ, შენ მორჩა არ არის პრობლემა, გადახედავ თუ რატო გაისტოპე, რა პრობლემა იყო, შეიძლება ეს არ უნდა დაგვეწყდეს მეგობრებო, რახან შენ straight-ში ისტოპები, ეგ ანიშნავს იმას, რომ ეს იყო ცუდი ტრეიდი. ტრეიდი შეიძლება იყოს ძალიან მაგარი, როგორც წელს გითხარით, მაგრამ მაინც გავისტოპოთ. ამიტომ ეგ ანიშნავს იმას, რომ თუ შენ გაისტოპეთ, ცუდი ტრეიდერი ხარ და შეცდომა დაუშვი. გასტოპო არ ნიშნავს შეცდომას. და როცა ხარ დამწყებ შეიძლება იყოს შეცდომა, მაგრამ როცა ხარ მომგებიანი ტრეიდერი, ეგ არ არის შეცდომა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი სიტყვაში შეიძლება გაისტოპოს ადამიანი. ანუ ამაზე არ უნდა ვიდარდოთ, არ უნდა ვიღელოთ. მაგრამ თავარი არის ყოველთვის გქონდეს stop loss-ი, გაისტოპე, დაკარგე შენი პროცენტი, move to the next. It's part of the game. ხდება კი არა, აუცილებელიც არის, იმიტომ რომ შანსი არის რომ არ გაისტოპო. თუ არ ვაჭრობ, არც გაისტოპები და თუ ვაჭრობ კიდე აუცილებლად გაისტოპები, იმიტომ რომ როგორც წეგავთ თქვენ 50% ისტოპები. და ძალიან ბევრი რამე შემიძლია კიდევ თქვა მეგობრებო, კიდე ბევრი რაღაცები დავმატო, მაგრამ გადავიდეთ ახლა ბოლოზე და ყველაზე აუცილებელზე მეგობრებო. რაც პირადად მეც დამეხმარა იმაში, რომ მიმეღო გამოცდილება, მე სწავლა ბევრი ამ შეცდომას გეტყვით, რაც ბევრი უშვებს ახლა და არ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის ვაჭრობა, ეს არის ტრეიდინგი. ბევრს ხედავ, რომ უბრალოდ ზის და ჩარტს უყურებენ. ჩარტის ყურებით ვერაფერს ვერ ისწავლი, წერტილი. ყოველთვის ვამბობ, ნახეთ, ეხლა მე როგორც ტრეიდერი, როგორც მომგებიანი ტრეიდერი, ველოდები შანსს, ველოდები კარგ შანსს, ველოდები კარგ სეტუპს და როცა შენ ხდები მომგებიანი ტრეიდერი, ხელოვნება არის უკვე ის, რომ შენ დაელოდო კარგ სეტუპს. შეიძლება შენ ერთი დღე ელოდო კარგ სეტუპს, შეიძლება ორი დღე ელოდო, შეიძლება სამი დღე ელოდო, თუ ცუდი ბაზარი არის, ხომ? შეიძლება დღეში 2 ტრეიდი გქონდეს, დღეში 3 ტრეიდი, შეიძლება 3 დღეში 1 ტრეიდი, მაგრამ უკვე იცი რასაც ელოდები, უკვე იცი ბაზარი როდის არის შენთვის საინტერესო, როდის არ არის შენთვის საინტერესო და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი მე ვიცი, იმიტომ რომ ყველა შეცდომა რაც უნდა დამეშვა, დაუშვი მე ტრეიდინგის დროს, ვაჭრობის დროს, სწავლის დროს. და რატომ ამ ყველაფერს მეგობრებო, თუ შენ გინდა მიიღო გამოცდილება, თუ შენ გინდა გახდე მომგებიანი ტრეიდერი, უნდა გააკეთო რაც შეიძლება ბევრი ტრეიდი. ეგ ანიშნავს იმას, რომ თავდახუჭული long short დღეში 10 ჯერ, მაგრამ არ უნდა გამოტოვო დღე ტრეიდი რომ არ აიღო. თუ საჭიროა დღეში 2 ტრეიდიც აიღე. რატო? იმიტომ რომ შენ მიიღო გამოცდილება დასაწყისში, რაც შეიძლება ბევრი ტრეიდი უნდა გააკეთო. მე წელიწადში ვაკეთებდი ხოლმე 900-1000 ტრეიდს ხოლმე იმისთვის, რომ მიიღო გამოცდილება. მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგი ტრეიდი იყო ძალიან სულენური ტრეიდი, ზოგი იყო ემოციები, ზოგი იმას, ზოგი ამაზე, მაგრამ ეგრე ვისწავლე. და იმიტომ რომ უნდა დაიწყო იმ გარკვეული თანხით, რომელსაც შენ განსაზღვრი, რომ ეს იყოს სწავლის პული, იმიტომ რომ თავიდან აუცილებელი არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ტრეიდი გააკეთო. დღეში 10-იც გააკეთე. თუ ხედავ სეტუპს და თუ გგონია რომ ეს არის კარგი სეტუპი, აიღე ეგ ტრეიდი, მორჩა. აიღებ ტრეიდებს, შემდეგ დღის ბოლოს ჩაინიშნე ყველა ტრეიდი, რაც გააკეთე და კვირის ბოლოს გააკეთე რეფლექცია, მაგრამ გააკეთე ტრეიდები, ივაჭრე. Pain action, ანუ იმოქმედე, თუ უბრალოდ ჩარტებს უყურებ, ვერ ისწავლი, ხომ? ეს არის ყველაზე მთავარი, ეს არის ჩემი აზრით, ჩემი პირადი გამოცდილებიდან, რაც დამეხმარა მე ყველაზე მეტად იმაში, რომ გამختارიყავი მომგებიანი ტრეიდერი და მიმეღო გამოცდილება, ეს იყო, რაც შეიძლება ბევრი ვაჭრობა, რაც შეიძლება ბევრი ტრეიდის აღება, იმიტომ რომ ყველა ტრეიდი იყო განსხვავებული, ყველა ტრეიდი იყო სპეციფიური, ყველა ტრეიდი იყო უნიკალური და როცა შენ ტრეიდებს ხედავ, როცა შენ სეტუპებს ხედავ, ის სეტუპები
სადაც გაისტოპე და შენ თავში ტკივილი დატოვა, რომ აი ესეც ეთოფებში გავისტოპე, დღეს უკვე ეგეც ეთოფებს აღარ ვიღებ, მაგრამ საიდან ვიცი დღეს რომ ეგეც ეთოფები არ არის კარგი ეთოფები და არ არის A+ ან ასე ეთოფები. ვიცი იქიდან რომ დამწყები რო ვიყავი და ვიღებდი ეგეთ სულელურ ტრეიდებს, გავისტოპე, მივიღე ტკივილი და ახლა დღეს ვიცი რომ აღარ უნდა ვიღო ეგეთი ტრეიდები, ხო ეგეთი ეთოფები. ამიტომ აუცილებელი არის იმის რომ მიიღო გამოცდილება, გააკეთო რაც შეიძლება ბევრი ტრეიდი. და ყოველთვის ამოფხონო დაიწყე $100-ით, გარისკე ყოველ ტრეიდში $1 და ანუ შეგიძლია ამ $100-ით 1%. როგორც ავთქვი რომ 1% თუ რისკავ, ეგ ანიშნავს რომ ეს ტრეიდის გაკეთება შეგიძლია უფრო მეტი ტრეიდის გაკეთება, იმიტომ რომ პირველ ტრეიდში $1 თუ დაკარგი, დაგშო $99 და შემდეგ უკვე შემდეგ ტრეიდში კარგავ 99 ცენტს და ასე შემდეგ. ანუ უფრო 1% ნაკლებ და შეგიძლია მილიონობით ტრეიდი გააკეთო. მე მესმის რომ $100 არ არის ბევრი და ბევრი ფიქრობს რომ მინდა ფულის გაკეთება და უფრო მეტი მინდა და ანუ ისე ფულზე და ანუ სხვანაირად იწყებს ტვინის ფიქრი. მეც ეგრე ვიყავი, მინდა ამაშიც დაგამშვიდო და არ მინდა ჩემი თავი გამოვიყვანო ის რომ აი მე ეგეთი რაღაც არ მქონდა და მე ისე მივუდექი რომ ვიცოდი რომ ეს უნდა გამეკეთებინა და $100 დავიწყო სისულელი. არა, მეც სწრაფად მინდა ფული გამეკეთებინა, სანამ არ დავუკარგი ძალიან დიდი ფული ვერ მივხვდი რომ სხვანაირად უნდა მიმგარიყავი ამ ყველაფერს და მეც გამოვიარე ეს ყველაფერი. ხო, საიდან ვიცი ეს ყველაფერი? იქიდან რომ ტკივილი მივიღე. კიოდა და მომიწა რაღაცები შეცვლა, მომიწა ან უნდა დაუნებებულიყავი, ან უნდა შემეცვლა რაღაცები, მე გადავწყვიტე რაღაცები შეცვლა, რამაც იზრნა იმაზე, რომ მე მოსულიყავი აქ. და რატომ ამბობ ამას? შეიძლება ბევრს ეს $100 იყოს ნაკლები, პატარა და ანუ მოსაწყენი იყოს $100 ვაჭრობა, მე მესმის, ნორმალურიც არის, იმიტომ რომ მე თვითონაც მქონდა, ეგ რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევ რომ $100 დაიწყოს და თუ შენ შეძლი რომ $100 ყოველ ტრეიდში აიღე 1%-იანი რისკი და ეს გააკეთე ძალიან დიდი დროის განმავლობაში, მინდა გითხრა რომ ყოჩახ, მე თვითონ არ შემიძლია ეგეთი რაღაცა და ვერც გავაკეთებდი, მე ყოველთვის მქონდა 500-დან 1000 ევრომდე აკაუნტზე ხოლმე, ხშირად მქონია 2000-იც, რომ ანუ ტრეიდში გამერისკა $10-მდე, $5-მდე, რომ ანუ სასიამოვნო ყოფილიყო ტრეიდის აღებაც, იმიტომ რომ $100-ით რო შედიოდი, იცი რა $1 რას დამაკლებს. ეგეთი ფიქრი მქონდა და ეგეც არ შეიძლება. მაგრამ $1000-ით რო იწყებ და ერთ ტრეიდში $10 რო კარგავ, მე უკვე სხვანაირად ფიქრობ, რომ აი $10-ით რამდენი რაღაცის გაკეთება შემეძლო. $10-ით მაგალითად შემეძლო ის მეყიდა, ის მეჭამა, იქ წავსულიყავ, ის გადამიხადა, ეს გადამიხადა და შემდეგ. ანუ $1000-ით უკვე რაღაცა ეგრე ჰაერზე ტრეიდებს აღარ ისვრი და რაღაცებზე ფიქრდები ხომ და ცდილობ რომ ფული გააკეთო მაინც. ანუ $500-დან $1000-მდე არის უკვე იდეალური. ვისაც მაგალითად აქვს ეთი სამუშაო და $2000 რო დაკარგოს, მისთვის არ არის ძალიან დიდი პრობლემა. ვიტყოდი რომ $2000 არის პიკი, მაქსიმუმზე მაქსიმუმი. $1000 ჩემი აზრით არის იდეალური. $1000-დან ქვემოთ, $500-დან $1000-მდე დაწყებაში რომ ყოველთვის 1% რისკო და რაც შეიძლება მეტი ტრეიდი გააკეთო. მაგრამ თუ შენ ამოფრ ვიცი რა, კარგი სამუშაო მაქვს, კარგი ეს მაქვს და შემიძლია $2000, რა თქმა უნდა ჯერ უნდა ისწავლო. იმიტომ უბრალოდ $2000 დაიწყო ვაჭრობა და არ იცოდე რას აკეთებ, ჯობია ეგ ფული უბრალოდ მემაჩუქო. ან რავი, გახვიდე და ვინმე გაჭირებულს დაეხმარო, დოპამინს მაინც განიცდი რომ რაღაც კარგი გააკეთე. უნდა იცოდე რას აკეთებ, გინდა $100 შეხვიდე და გინდა $2000 შეხვიდე, მაგრამ თუ შენ გაქვს რა თქმა უნდა, თუ იცი რაც უნდა გააკეთო და როგორც უნდა მიიღო გამოცდილება და როგორც უნდა ისწავლო და ამობ რომ აი მე მაქვს საშუალება რომ $1000-ზე მეტი ჩავრიცხო და $1000-ით მეტი ვივაჭრო და 2000 იყოს და ტრეიდში $15-20 გავირსკო, ჩემთვის არ არის პრობლემა, მაგ შემთხვევაში კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ მე მაინც გეჩვიდე რომ $1000-ით დაიწყო, იმიტომ რომ როგორც დაწყებაში აღვნიშნე, აუცილებელი არის რომ თავიდან მიიღო გამოცდილება და ის თანხა რომელსაც ჩადებ პირველ ჯერზე აუცილებლად დაკარგო. ამის გარანტია შემიძლია მე მოგცე. და უბრალოდ შენ შეგიძლია განსაზღვრო რამდენი თანხა იქნება ეს ამას ვერც მე განსაზღვრავ და ვერც ვერავინ განსაზღვრავ, მხოლოდ და მხოლოდ შენ. კიდევ ძალიან ბევრ პრობლემებზე შემიძლია ვისაუბრო მეგობრებო, მაგრამ ეს იყო ძირითადი პრობლემები, რასაც მე ვაწყდები იმ ადამიანებში, ვინებიც მე მთხოვენ დახმარებას, რომ აი ეს და ეს პრობლემა გვაქვს. ამ ყველაფერს ვამატებ ჩემ გამოცდილებასაც, იგივე პრობლემები მქონდა მეც. ანუ კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრათ მეგობრებო, რაც შეიძლება ძალიან გაგახაროთ, ბევრ შეიძლება არ გაახაროს, ბევრ შეიძლება ძალიან გაახაროს. ყველა ტრეიდი განიცდის ერთი და იგივე გზას. ყველა ტრეიდი გადის ერთი და იგივე გზას, ყველა ტრეიდი განიცდის ერთი და იგივე ტკივილს.
ყველა ტრეიდერი არის ერთი და იგივე. ანუ ყველა ტრეიდერის გზა, ყველა ტრეიდერის ჟურნალ არის ერთი და იგივე. ვერ ეტყვი რომ რომელიმესი არის უნიკალური. რა თქმა უნდა, პიროვნულად ყველანი უნიკალურები ვართ, მაგრამ ყველა ვივლით ერთ და იგივე ეტაპს. ანუ რო შევხედავ ხოლმე აი ტრეიდერებს, მე თვითონაც რო ვადარებ ხოლმე, ხო? ყველა დამწყებს ერთი და იგივე კითხვა აქვს, ვინც 2-3 თვეა ტრეიდინგში. ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს, ვინც 1 წელია, ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს, ვინც მოგებიანი ტრეიდერია, ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს, ყველა ერთი და იგივე რაღაცებს იმსაუბრა, აი შენ რაზე ვაჭრობ, როგორ ვაჭრობ, რანაირად ვაჭრობ, რანაირად, ანუ სულ სხვანაირი დიალოგი გვაქვს ხოლმე. დამწყებ ტრეიდერებთან სულ სხვანაირი დიალოგი მაქვს ხოლმე და ყველა დამწყები ერთი და იგივე კითხვას ვისურვებს, ანუ ყველანაირად ერთი და იგივე კითხვას და მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ ყველა ტრეიდერს აქვს, ყველა ტრეიდერის ჟურნალ და ყველა ტრეიდერის ესე ვთქვათ, ჟურნი, ანუ გზა არის ერთი და იგივე. ეს შეიძლება ბევრს გაახაროს, ეს შეიძლება ბევრმა თქვას, რომ oh shit, no. რატო? ბევრს შეიძლება, ანუ მე გამიხარდებოდა, იმიტომ რომ თუ შენ მე მიყურებ და მე შემიძლია და მე არ ვარ არანაირად სპეციალური ადამიანი, მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და მე თუ შემიძლია, ესე იგი შენ შეგიძლია, მე ყოველთვის ესეთი ეგეთი მენტალიტეტი მაქვს და თუ შენ არ შეგიძლია და არავის არ გაუკეთებია ჯერ, მაშინ მე ვიქნები პირველი. სულ ეგრე ვფიქრობ ხოლმე მე და რახან მე შევძელი, არ არის აუცილებელი შენ იყო პირველი, მე უკვე შევძელი, სხვაებმა მათ შეძლეს, ძალიან ბევრმა შეძლო, ამიტომ შენ შეგიძლია თქვა, რომ აი მე შემიძლია მათი გზა გავიარო და მე ვარ მზად რომ დავთმო ის რაც მათ დათმეს, მზად ვარ თავგანწირვისთვის, რომ მივახციო მათ მიზანს. ანუ რაც მათ გააკეთეს. და ზოგისთვის შეიძლება ეს საპირისპიროდ ძალიან ცუდი იყოს, რატო? იმიტომ რომ ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ იცი რა, აი 3 წელი, 2 წელი უნდა ისრომო და ბოლოს შეიძლება არაფერი გამოგიწოს, იცი რა, არ მინდა დავანებებ თავს. ანუ ზოგმა შეიძლება ისე თქვა, ზოგმა შეიძლება ასე თქვა, შენზე არის დამოკიდებული თუ რას გააკეთებ. ნუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააკლიკეთ იმ ზარს, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები.